ძინას ძალიან მაღალი შეფასება მაქვს მისი აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანია. პატივისცემის მიუხედავად მარგველაშვილი ივანიშვილის ნების წინააღმდეგ დღეს კიდევ ერთხელ წავიდა. ძნელი სათქმელია, რატომ დანიშნა პრეზიდენტმა პრესკონფერენცია მაინც და მაინც ავლაბრის რეზიდენციაში. თუმცა ფაქტია, რომ ყოფილ პრემიერთან განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ რეზიდენციის ძველ შენობაში გადასვლაა. მარგველაშვილმა საზოგადოებას გადაწყვეტილების მიზეზები განუმარტა. თქვა, რომ ორ ოთახში მუშაობა შეუძლებელი იყო. გეგმებში, რომელიც ამ მიმართულებით იყო დალაგებული, გარკვეული კორექტივები შევიდა. ჩემი სურვილი იყო, რომ აქ ყოფილიყო უნივერსიტეტი, ეს პროექტი რამდენადაც ხვდა, ჯერ ვერ დაიძრა. ჩემი სურვილი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა ორი ოთახის ფარგლებში ძალიან გვიჭირდა ურთიერთობა მუშაობა, შესაბამისად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ივანიშვილმა მარგველაშვილთან დაპირისპირების მიზეზები საჯაროდ განმარტა, თუმცა პრეზიდენტმა დეტალებზე ღიად საუბარი არ ისურვა. ივანიშვილის კრიტიკა მარგველაშვილისთვის მტკივნეული და არასასიამოვნო აღმოჩნდა. პრეზიდენტმა კომენტარი არც მრჩეველთან დაკავშირებით გააკეთა. თავად ვანო მაჭავარიანი კი სატელეფონო ინტერვიუთი შემოიფარგლა. განაცხადა, რომ ივანიშვილს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ინფორმატორის ვინაობა არ დაასახელა. უქალაქი ივანიშვილის აზრი მოვისმინე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არ ვეთანხმები, იმიტომ რომ უბრალოდ არასწორი ინფორმაცია აქვს მას და დარწმუნებულია, რომ თუ საჭიროება სურვილი იქნება ეს გაუგრებობა ძალიან მალე ამოიწურება. უპრეცედენტო გამჭვირვალობა, გულწრფელობა, ობიექტური კრიტიკა. მინისტრთა კაბინეტი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკულ განცხადებებს ცალსახად დადებითად აფასებს. ექს-პრემიერის გულახდილ სტილს თამამად ეხმაურებიან, თუმცა პრეზიდენტის კრიტიკისგან თავს იკავებენ. ჩემი მოვალეობა, ჩემი ფუნქცია არ არის ვაკრიტიკო ჩემი კოლეგები და ხელისუფლება. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ თქვენ გაგებით მოეკიდებით იმ ფაქტს. ეს არის გულწრფელობა, სიმართლე, რაც ნამდვილად აკლდა ქართულ პოლიტიკას. ის აზრი, რაც გამოთქვა ბატონმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნამდვილად მიუთითებს იმაზე, რომ შემოდის რაღაც ახალი და ჯანსაღი ელემენტები ქართულ პოლიტიკაში. ეს იყო მართლაც უპრეცედენტო გამჭვირვალობა, როდესაც არის ღია აზრის გამოთქმა და არანაირი ტაბუ და არანაირი ბლოკი არ მოქმედებს. აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტთან პრეტენზიები აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო. მათ კითხვები აქვთ მრჩევლის თანამდებობაზე ვანო მაჭავარიანის დანიშვნასთან დაკავშირებითაც. საპარლამენტო უმცირესობა კი პრეზიდენტის ნაბიჯს გამბედავს უწოდებს. უჩვეულო გამბედაობა იყო, რომ მან ბრიფინგი გამართა იმ სასახლეში, სადაც გადასვლის გამო ორი დღე ლანძღავენ ბიძინა ივანიშვილი და უმრავლესობა. სწორი აქცენტი იყო, რომ ის არ არის ბიძინა ივანიშვილი დორღობის ჭორიკანა. სასახლეში შესვლასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ალბათ ჯობია, რომ უფრო მეტი სიცხადე იყოს და შესაბამისად ასეთი გადაწყვეტილებები ალბათ ჯობია ხოლმე, რომ გუნდთან იყოს წინასწარ გავლილი. ძალიან ძლიერი კადრები ხავს ქართულ ოცნებას, საერთოდ ქართულ საზოგადოებას და მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობაზე დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ფიგურების ჩემის აზრით მიღებული არ იყო. არასაპარლამენტო ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ ვითარებას მარიონეტების თეატრს უწოდებს. ლეიბორისტების ლიდერი პოლიტიკურ კრიზისს პროგნოზირებს. ამოდის, რომ მან აღიარა ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერობა და აღიარა ისიც, რომ ეს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, ეს ყველა არის მისი ხელის ბიჭი, კარის კაცი, ბორჯომის მინდა. ეს კადრები 2013 წლის სექტემბერში მარგველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისასაა გადაღებული. შეფასებები მხოლოდ დადებითი იყო. რამდენიმე თვის თავზე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია შეიცვალა. დღეს მას მარგველაშვილთან, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ ფორმალური ურთიერთობა აკავშირებს. მე მსგავსი არ შემხვედრია დავბერდი კაცი, რომ არც მოკლე დროში კაცის ხასიათი ეს პრინციპულად შეცვლილი იყოს. მარგველაშვილისთვის ივანიშვილის აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. მუშაობას კი ავლაბრის რეზიდენციაში განაგრძობს.